მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეუფე შიო გახდა. დღეს 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოვებულ კრებაზე საქართველოს 152 პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს. არჩევნების ხმების შემდეგნაირად გადანაწილდა მიტროპოლიტი შიო 22 ხმა, მიტროპოლიტი იობი 9 ხმა, მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა, ერთი ბიულეტინი გაუქმდა. სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ის 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. გიყვებით ახალციხის მუნიციპალიტეტში მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც დაგეგმილ ვადაში ვერ სრულდება. კინოდარბაზი, სამუსიკო სკოლა, კალათბურთის დარბაზი, ახალციხის მუნიციპალიტეტში 3 ძვირადღირებული პროექტი მიმდინარეობს, თუმცა ამ სამიდან ვერც ერთი თავდაპირველად დაგეგმილ ვადაში ვერ სრულდება. მაგალითად, კალათბურთის დარბაზის და სამუსიკო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, ხოლო კინოკლუბის შენობა 19 მაისს უნდა დასრულდეს. მიუხედავად ამისა, სამივე პროექტზე მშენებლობა ამ დრომდე მიმდინარეობს. დავიწყოთ თავიდან. კალათბურთის დარბაზი. ახალციხის მერიამ ასპინძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, სადაც კალათბურთის დარბაზის მოწყობაა გათვალისწინებული, ტენდერი გასული წლის თებერვალში 4,5 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა. კონკურსში შეპესე ინტექსმა გაიმარჯვა და მხარეებმა ხელშეკრულება 2025 წლის 31 მარტს გააფორმეს. თავდაპირველი გეგმით კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა. 31 მარტს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების შესრულების ვადად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა. რატომ ვერ ჩაეტია კომპანია თავდაპირველად გათვალისწინებულ დროში? ჩვენ კომპანიის დირექტორთან დავით ბჟალავასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი ნომერი გამორთულია. სამუსიკო სკოლა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ახალციხეში შალვა ახალციხელის 5 ნომერში სამუსიკო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი 3 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა. კონკურსში შეპესე ბიელმა გაიმარჯვა და სამუშაოები დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას სამუშაოები 2026 წლის 4 მაისამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა როგორც კალათბურთის დარბაზის შემთხვევაში, ამ პროექტზეც ვადების ცვლილება გახდა საჭირო. 2026 წლის 30 აპრილით დათარიღებულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით სამუშაოების დასრულების ახალ თარიღად 2026 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. ამ დროისთვის ობიექტზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ადგილზე ჩანს, რომ შენობა დასრულებული ჯერ არ არის და სამუშაო პროცესი გრძელდება. რატომ ვერ დასრულდა პროექტი 4 მაისს და დასრულდება თუ არა იგი 30 ივნისს? ჩვენ აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდით, რომლისგანაც ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ზემოხსენებული პროექტი რამოდენიმე თვის წინაც გახდა განხილვის საგანი. მაშინ რამოდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ ჩვენს რედაქციას უთხრა, რომ მშენებლობაზე დასაქმებულთა ნაწილს ანაზღაურებას არ აძლევდნენ, რის გამოც სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდით შეფერხდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი რედაქცია აღნიშნული საკითხით დაინტერესდა, დასაქმებულებს ხელფასი გადაუხადეს. კინოკლუბი და მედიათეკა. ახალციხის მუნიციპალიტეტში კინოთეატრის გახსნა ახალგაზრდების 56% სურს. ეს მონაცემები ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის კვლევაშია ასახული. მუნიციპალიტეტმა კინოკლუბის და მედიათეკის მშენებლობისთვის ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეპესე MC Group-ს სამუშაოები 5 მილიონამდე ლარად 2026 წლის 19 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. ანუ წესით კინოდარბაზის მშენებლობა 8 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა წინამორბედი პროექტების მსგავსად მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება აქაც შევიდა და სამუშაოებმა თითქმის 1 წლით 2027 წლის 30 მარტამდე გადაიწია. არც ამ კომპანიაში უპასუხეს ჩვენს ზარებს.
რა პოზიცია აქვს მუნიციპალიტეტის მერიას გაჭიანურებულ პროექტებთან დაკავშირებით და რა ბერკეტს იყენებს მუნიციპალური ორგანო იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტები დაგეგმილ დროს დასრულდეს. უწყებაში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ მერიას წერილობით უკვე მივმართეთ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. გამოიცა წიგნი წალკის მუნიციპალიტეტის, სადაც თავმოყრილია წალკაში მდებარე კულტურული ღირსშესანიშნაობები, რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება, რაც სპეციალისტების თქმით ამ მხარეს განსაკუთრებულს ხდის. წალკაში მდებარე უძველესი ყორღანები, მენჰირები, მსოფლიო მნიშვნელობის პეტროგლიფები, კანიონები, მეგალითური ციხე და ნასახლარები, დარანები ერთ დიდ ისტორიას წერს. ავტორის თქმით, წიგნში აღნიშნული და თავმოყრილი ძეგლების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ცნობადობას და ტურისტული მიმართულებით გაზრდას შეუწყობს ხელს. ვრცელი მასალა იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე toktiv.gi. წალკის მუნიციპალიტეტს მანამდე გეოგრაფიულად, ისტორიული კუთხით, სხვადასხვა შეიძლება ესე თქვათ, მიმართულებით, რასაც ვიცნობდით, ფაქტიურად დავრწმუნდით, რომ ეს არის უნიკალური მუნიციპალიტეტი. თავისი განსახლებით, დასახლებით, ცნობისათვის რამოდენიმე 1000 წელია, რაც აქ მოსახლეობა ჭიდროდ სახლობს. თვითონ ქალაქი წალკა და წალკის მიდამოები ჯერ იყო თრიალეთი, შემდეგ იყო ეძანი, იყო ბურმასიგი, ასეთი დასახლება ერქვა და დღეს ქვია წალკა. ანუ ასეთი სახელწოდების ცვლილებები ასეულობით 1000 წლის განმავლობაში ძალიან იშვიათად თუ სხვა მუნიციპალიტეტში შეიძლება ესეთი რაღაცა არ ქონდეს. ასევე გვაქვს დასახლებული პუნქტები, რომლებიც ზოგიერთი ერთეული წლის არის, შეიძლება ესე ვთქვათ, ახალი დასახლებული პუნქტებიც არის ეკომიგრანტებით და ზოგი კიდე ასეული და ამის 1000-ეული წლის პერიოდში. ასე რომ გეოგრაფიულად, ისტორიულად, წარსულით და თანამედროვე თუნდაც ბუნებრივი და ისტორიული მემკვიდრეობით წალკის მუნიციპალიტეტი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებულია. ასევე განსხვავებული არის დმანისიც. წალკაში ასევე საინტერესო ის არის, რომ გარდა ქალაქის წალკისა, ასევე არის 3 დაბა. ეს არის ბედიანი, ხრამჰესი და ასევე თრიალეთი. რასაკვირველია ეს დაბებიც გვაქვს და ასევე გვაქვს 40 სოფელი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტებით არის გამორჩეული. ესე იგი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ჩვენ გადავწყვიტეთ თავდაპირველად, რომ წალკაში გვექნებოდა ერთი ფოტოსურათი. თითეული სოფელი, მაგალითად აიაზმა, ან თქვათ ავრანლო, იქნებოდა ერთი ფოტოთი წარმოდგენილი, მაგრამ იმდენად მრავალრიცხოვანი ძეგლი შეხვდა, განსაკუთრებით ისტორიული და განსაკუთრებით 1000-ობით წლის ძეგლი, რომ წიგნში ჩვენ ერთი ფოტო ვერ გავუშვით. გავუშვით ორი. ერთი ზოგადად მდებარეობის და მეორე ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის და შეგვიძლია ჯამში, რასაც სტატუსი აქვს მინიჭებული, აქაური ძეგლების რაოდენობა 200-ს აღემატება. იქ არ ვთვლით ზოგიერთ სახლებს, ზოგიერთ ისეთ ძეგლებს, რომელიც შედარებით უფრო ახალია. ეს 200-ზე მეტი ძეგლი არის საკმაოდ ძველი, საკმაოდ მდიდარი და ზოგიერთი სამწუხაროდ არის დაზიანებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წალკა თავისი ისტორიული მემკვიდრეობით, ბუნებრივი მემკვიდრეობასთან ერთად ხრამის კანიონი, ეგრეთ წოდებული დაშვაშის კანიონი, ალბათ საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით არ არის, იმიტომ რომ ეს სოფლები, აი თუნდაც ის უზარმაზარი, შეიძლება ესე ვთქვათ, ხეობები ნაკლებად არის საზოგადოებისთვის ცნობილი და აი ტურისტული კომპანიები, ვიზიტორები. ეს იყო ჩვენ ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.